ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? კი. რატო ხო ვერ გეტყვით მიზეზებს საზოგადოებისთვის? რა პლანი მეზღება? ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? კი, ვეთანხმები აბსოლუტურად. საზოგადოებისთვის მიზეზებიც რა გითხრათ? გენოფონდი ამოწყდება, ეგ რო არ გავაკონტროლოთ. რა ვიცი, მე 4 შვილი, 4 ბიჭის მამა ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მაშვილებმა ჯანმრთელ გარემოში გაიზარდონ და არ ქონდეთ წდომა რაღაც აკრძალულ ნივთიერებათან, რომელიც ავნებს ადამიანს. ამაზე მეტი მოტივი და ამაზე მეტი მიზეზი რა გვინდა. ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? რა თქმა უნდა. მიზეზები რა გითხრათ საზოგადოებისთვის? როგორ ახალგაზრდები იღუპებია. რა თქმა უნდა, ეგ 100%-იანად ვეთანხმები გადარჩეს ახალგაზრდობა. რა დღეში არის? ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? აბსოლუტურად. მიზეზები რა გითხრათ საზოგადოებისთვის? თქვენ უფრო გისმენთ. არ ვიცი, ხა მიზეზებს ესე ვერ დავასახელებ, მაგრამ ნუ კატასტროფაა რა ერისათვის და ზოგადად რა ყველაფრისათვის, ახალგაზრდებისთვის და ყველასთვის რა. მომავალი თაობისთვის ჯერ 90-იანებში ხო ნახევარ საქართველოს მიწაში ჩადეს და ეხლა უარესია მე მგონი რა და აბსოლუტურად ვეთანხმები. რატომ უნდა გამკაცრდეს? იმიტომ რომ ადამიანებმა მოუკლონ ამ სისულელეს რა გაავრცელეს, ხო ნახეთ ლიბერალებმა, ხო ნახეთ რა გაავრცელეს, რომ არ არის მავნებელი და არის აუცილებლად მავნებელი და აი საზიანოა საქართველოსთვის ეს და ყველა ქვეყნისთვის და ყველგან უნდა გამკაცრონ მაქსიმალურად. იმიტომ რომ შეიძლება ეგ სხვასაც დააზიანოს რა ეგ. ანუ მაგალითად ეს ნარკომანი კაიფში რო იყოს შეიძლება მივიდეს ვიღაცას რამე დაუზიანოს და მაგიტო პირველ რიგში რა. ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები გვიქრება თვალსა და ხელშუა. მაგრამ მარტო ლაპარაკი არ ეყოფა. საკმაოდ კაცრი ხელია საჭირო. ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? რა თქმა უნდა, მე ყოფილი უფროსი გამომძებელი ვარ. მე ხო განადგურება ადამიანის ფაქტიურად რა. იცით რა, ზოგადად ერი უნდა იყოს ჯანმრთელი და მე პირადად ვეთანხმები. ალბათ სხვანაირად არ გამოდის. ესეც სავალალო სიტუაცია სამწუხაროდ და იმედია უშველის ეს ქართულ ხალხს. თვითონაც უნდა მოვინდომოთ, რომ უკეთესად ვიყოთ. ასაკურველი ჩვენი სამომავლობისთვის, მომავალი თაობებისთვის ჯანმრთელობა აუცილებელია. რეალიზატორებზე რას გვეტყვით? ალბათ მაგათთვის უფრო ციხე კი. თუმცა მომხმარებლობისთვის ციხე არ არის რა გამოსწორების საშუალება. რეალიზატორები და გამყიდველები ასე ვთქვათ, ნამდვილად უნდა დაიჭირონ. ამ თვალსაზრისით უნდა გამკაცრდეს. არ ვეთანხმები რა თქმა უნდა ბოდიში. უნდა გამკაცრდეს. მიზეზი რა გითხრათ საზოგადოებისთვის? უფრო დასტაბილურდება მდგომარეობა და უფრო ასე ვთქვათ, უფრო წესურად იქნება, სტაბილურად იქნება მდგომარეობა. ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? კი, რა თქმა უნდა. მიზეზები რა გითხრათ საზოგადოებისთვის, მომავალი თაობისთვის? მომავალი თაობისთვის ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი კვდება ცუდი ხარისხის ნარკოტიკით კი არა, ზოგადად ნარკოტიკი რასასურველია. რეალიზატორებზეც რა გითხრათ მათი? რეალიზატორები ყველაზე მთავარი გმირები არიან მაგ საქმეში და ყველაზე მთავარი დამნაშავეები, ვინც სიკვდილის ფორმულას სთავაზობენ ახალგაზრდებს. ეთანხმებით თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას? არ ვიცი, მე ნარკოტიკებს არ ვიღებ, ისე რომ ჩემთვის სულ ერთია.